სახელითა მამისათა დadzისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მოიწია დასასრული დიდი აღდგისა, მარხვისა. ეს არის დიდი შრომა სულიერი. მაგრამ ვინ როგორ ახერხებს, ვინ როგორ მუშაკობს ღვთის წინაშე. მაგრამ ღმერთი მოწყალია და უყვარს თავისი ქმნილება ადამიანი. და მისი სიყვარული აღმატებული არის ყველა იმ ცოდვაზე, რომელიც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. და რადგან მამები ამბობენ, რომ ცოდვისა მიერ ამ ხილულ სამყაროში შემოვიდა სიკვდილის მეუფება, ქრისტემ შემოქმედმა ჩვენმა მშობელმა არ ინება, რომ ჩვენ დავეტოვებიეთ სიკვდილის ტყვეობაში და ჩვენი სახე მიიღო და ჯვარზე ხელგანთქმით, ჯვარზე სიკვდილით მან დაამარცხა ეშმაკი. და ჩვენ მოგცა გზა სულის ცხონების და გადარჩენის. მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის. ეს არის ხსენება ღირსი დედის მარიამ ეგვიპტელის. ეკლესია რატო იხსენებს წმინდანებს? დიდი გუნდი არის, მრავალფერი, ნაირფერი წმინდანთა კრებული, რომელთა ცხოვრების გახსენებითა და ღვაწლის გახსენებით ეკლესია გვამხნევებს და გვახსენებს ღვთის მოწყალება თუ რაოდენ დიდია. და თითოეულის ცხოვრებას თუ კითხულობთ და ვეცნობით, მაშინ ჩვენ აშკარად ხედავთ, რომ რო არა ღვთის მოწყალება ალბათ არათუ ცოდულს წესიერად მცხოვრებ ადამიანსაც განსაცდელი ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასდევს. ამისი მაგალითი ძველ აღთქმაში არის და ახალ აღთქმაშიც. პეტრე მოციქული, რომელიც უფალს ეუბნება, რომ სხვა თუ ვინმე დაბრკოლდეს, მე შენ არ დაგტოვებ და არ გიღალატებ, უფალი ეუბნება, ქათამი სამჯერ ყივილს ვერ მოასრებს, რომ სამჯერ უარ მყოფ. დავით წინასწარმეტყველი, რომელსაც ღმერთი ხილულად ელაპარაკებოდა, ისიც კი შეცდა. სოლომონ მეფე, რომლისა მსგავსი არც ყოფილა ძველ აღთქმაში და არც მომავალში იქნება მისი სიბრძნის და სიმდიდრის და გონიერების მქონე, ისიც კი შეცდა. ღმერთი რატო გვანახებს ამას? ჩვენი ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ცოდვით დაცემა, მაგრამ ღვთის მოწყალების გამოსახულება, გამოხატულება არის, რომ კეთილ გონიერებამ უნდა გვარწმუნოს და ამ დაცემიდან ავდგეთ. იმიტომ რომ საეკლესიო საგალობელიც და წესის აგების დროს ალბათ ლოცვაში მოგისმენიათ, არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არას ცოდოს. უცოდველი ერთია მხოლოდ ორსავ სოფელში, ხილულში და ოხილოვში, უფალი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მას უცოდოლობით ვერ მივედრებით, მაგრამ მისი მსგავსება გვაქვს შემართებით, სიყვარულით, სიწმინდისა მოგროვებით, დაუნჯებით. ეკლესია გვასწავლის, რომ უფალს მართალი უყვარს და ცოდულთას წყალობს. დღეს უკვე მიწურული არის დიდი მარხვის და ვემზადებით დიდი დღესასწაულისთვის. მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის, რომელსაც გვაძლევს გულუხვად. უბრალოდ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მისგან ბოძებული სიკეთე მადლი დავინახოთ და მოუფრთხილდეთ. მაშინ ჯილდო უხილავად ჩვენთვის გამზადებული იქნება. და არის. დღეს გვაქვს ღამისთევა, ხვალ არის ხარების დღესასწაული. ალავერჩი მსახურებას დავიწყებთ საღამოს 11 საათზე. ხოლო 8
აპრილს გვექნება 7 გზის ზეთისხება ალავერჩი და ყველას ვინც შეძლებს დილის 9 საათზე იქნება ჩვენთან რომ ეს საიდუმლო ზეთის კურთხევისა ჩავატაროთ ერთად. ვევედრებით ჩვენ შუამავალ წმინდანებს რომ მოგვცეს გული გონიერი, გონება დამდაბლებული და ლოცვა ჩვენი შემართული და სიყვარულით სავსე რომ ღმერთმა და მაცხოვარმა ჩვენმა ისმინოს და მოგვცეს სიხარული დაულევნელი რათა ორსავ სოფელში ვიყოთ უფალთან როგორც ერთი წყემსისა ერთი სამწყსო ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა ინებოს ჩვენი ორსავ სოფელში ერთად ღვთის დიდებაში ყოფნა ამინ ჩვენთან არის ღმერთი